მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ კვირას 3 მარტს 22 საათზე გაიმართება საქართველოს ვარსკვლავის გრანდიოზული ფინალი. გამარჯვებული კი გაემგზავრება ევროვიზიაზე საქართველოს სახელით. მაშ ასე, მივეცალმოთ, ჩემი სტუმრები არიან საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტები 093 სამასები, ოთო, გიორგი, ლიზა და გიორგი. ჩემი ტრადიციული ფოტო გადავიღოთ. მესამე გადაცემა და უკვე თვით ტრადიციებზე ვსაუბრობთ. ნახოთ ეკრანზე რა ფოტოა? აი, ის მე ვიქნები ბოლო რა. ბოლო მოიც ერთ პირს აღებს ყველა მომღერალი. თქვენ მღერის ბოლო შეიხარავდეთ, ხო? ბოლოს ხო აზე უნდა დავამთავროთ? ხო. ხო, როგორც ჩანს. ევროვიზია, ეს რო ვიმღეროთ. მოსულა? კი. 1 2 3 ევროვიზია! გამოგვივიდა? მე მგონი კარგი. კარგი იყო? შვერიერი, კიო, კარგი, კარგი, დასხედეთ. ეხლა უკვე შეგიძლიათ დაბრძანდეთ. აბა შეიძლება. დასხედეთ. როგორ ახართ მეგობრებო? ახლა გადავიდეთ ძალიან კარგად. ძალიან კარგი. გილოცავ მართლა ახალ სტუდიოს. მილოცავ ახალ სტუდიოს. მე გილოცავ. ამერიკიდან მშვიდობით ჩამოთვენა. მეც ძალიან მომწონს ძალიან კარგი. მიხარია რომ მოგეწონათ. ისე ფინალისტები მე ამ სტუდიაში არ მიყვარს. მეც მყავს არაერთი კონკურსის ფინალისტი, აგერ ია ტომაში. კი. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ თქვენგან ერთ-ერთი გაიმარჯვებს. ზუსტად, რაც ვიცი. რამდენი პროექტი არის, მე რამდენი პროექტია თქვენთვის ეს, მაგალითად დავიწყოთ გიორგი. ჩემთვის მეორე. შენთვის მეორე. მესამეა ჩემთვის. ლიზასთვის მესამე. შენთვის? მეორე. შენთვის მეორე. ოთო შენ? მათემატიკა ხო იცი? მათემატიკა კარგი. მათემატიკა ვიცი კი. თუ კალკულატორი. არითმეტიკამდე კი, მე უმაღლესი. აი, ამ ყველაფერი ერთმანეთთან შეკრიბე და 1-4 დაამატე. შვენიერი, ესე ძალიან ბევრი პროექტი მოგინადირებია. გამარჯვებული მედის ევროვიზიაზე. ხო. სატარდება ევროვიზია? თელ-ავივ, ისრაელში. აჰა. წახვალთ ისრაელში გამარჯვებული წავა და გიხდიან ხო იქ რო წახვალთ სიმღერაში იქ? ეს ფულს არა, ან თვითონ იქ რო იმღერეთ ევროვიზიას გიხდიან თუ არ გიხდიან? არა? არ გიხდი. კონკურსი რახან არის ალბათ? მაგითო არ გიხდი. მე მგონი პირველი იქნება, ისე პირველი მოხდება, პირველი ფაქტი იქნება, ვინც ქართველი ისრაელში მიდის, მღერის და ფულს არ უხდიან. ხო, ეს კაი იდეა მოგვეცი ხა შენ. ხო. მე რისი ბაჩო ვარ, ქაჯაია, რომ არ მოგცეთ საშუალება, რომ რეპეტიცია აქ გაიაროთ ევროვიზიისთვის. რაც ხა საპირეს. გამოგცით ახლა თქვენ. ოღონდ სათითაოდ ყველას მოგცემთ შანს, რომ თვითონ ნომერი შეასრულოთ. სპეციალური ისა მაქვს მოცემულობა, უცნაურ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ და თქვენი ჟიური შეგაფასებთ აქაც. თქვენი ჟიური აქაც შეგაფასებთ. ვახ. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ არანაირი აქ ჩაწყობა არ არის. მე ახლა ამოვიღებ აი აგერ ყველა ხედავთ, აი ეს არის 4 ცალი, 4 დავალება. აბსოლუტურად არავინ არ იცის ვის რა ამოუვა. აქედან ნებისმიერი შენ შეგიძლია ამოირჩიო, რომელიც შენ გინდა, მე უბრალოდ შემიძლია რომ გითხრა რომ აი ეს თქო. აი ეს. სრულიად მიუკერძოებლად და ისი ამოვიღე. ყველა ხედავს, რომ არავის არაფერი არ უთხოვს, არ და რა წერია, წაიკითხე?
რა წერია, წაიკითხე, წაიკითხე რა. გიორგი შენი დავალება. მოიცა ერთი წუთი კაცო რა. ხო ხედავთ არაფერი არ არის ჩაწყობილი. ამიტომ მე ამ ყველაფერს ასე აურევ. ამოიღენებისმიერ. რომელი ნებისმიერ? წაიკითხე. ოთო შენი, აი არაფერი არ არის ჩაწყობილი. ოთო შენი დავალება იმღერო სიმღერა ერთი წუთის განმავლობაში ისე რომ ბაჭო მოქმედებებზე არ გაგეწინოს. ანუ შენ უნდა იმღერო მე ვიმოქმედებ ბაჭოს. რო არ გამეცინოს ხო კარიერას ავთავრებ. მოდი დამდოთ ერთმანეთის კარიერა. მოდი სად არის ბიჭო? კარიერა. ხო. Mama, take this. And I can't choose it anymore. It's getting dark to see. It feels like a better way. And it feels like I'm just knocking on a heaven's door. Yeah. Knocking on heaven's door. It feels like a better way. Knocking on heaven's door. Knocking on heaven's door. Knocking on. აბა ნახოთ ახლა როგორ შეაფასებს ოთოს ჯიუ. რაც შეეხება შენს დღევანდელ შესრულებას ოთო. დღევანდელი ოთოს შესრულება იყო ჩემპიონის ლომის შესრულება. ძახების ნიშანი. ეს ლომი რატო გამომიყენებენ? გიგონება კომენტარი ვიცოდი კაცო. საოცრება რა, ასეთი დამთხევა მე არ ვიცი რა. შემდეგი, მოდი ლიზა იყოს შემდეგი, გოგუა და მეორე ჯობია რომ იყოს. ხო. არის ლიზა, მოდი. მოდი ახლა აქეთ დადეგი, აქეთ ხო იყო ეს, იმიტომ აქეთ რო არ იყოს, ასე რომ რაღაცა არ გადავალაგო, ჩაწყობილად რო არ ჩამეთვალოს. აბა ლიზა ეს ნახე შენ. ლიზა, შენი დავალება სიმღერა იმღერო მხოლოდ ამ სიტყვებით. სამთო ქიმია. შვენიერი ამბავი, ახლა კი მოусმინოთ ჟიურის. ლიზა, გეტყვი პირდაპირ და გაჭრილად. შენი გამოსვლა ამ საღამოს იყო ნამდვილი ფეიერვერკი. ეს იყო სრული ფეიერვერკი. კარგი შესრულება იყო ლიზა. კარგი, მაგრამ ერთ-ერთი საბეჭდილება დამჭა, თითქოს ერთ სიტყვას იყენებ. ხო, რაღაცა ეგ გაამბიდრო მე, ხო? კარგი, გავაგრძელოთ. გიორგის ჯერია ახლა. ორივე გიორგი ვართ. ფრუიძე რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა. აბა ნაკაშიძე ხო არ იქნება, ნაკაშიძე მერეა და. ჩაწყობილი ნამდვილად აქ არაფერი არ არის. აი ახლა დავრწმუნდები თამაში. ესე იგი 2 ცალი, 2 გიორგი. აბა რომელს ამოირჩევ გიო? ამას. კაია. სუსტად ეგრე იყო გათმელი. შენი დავალება. სიმღერა მითხარი ჯერ სანამ Imagine. Imagine, კი ბატონო. შენი დავალება უბრალოდ იმღერო და არ გაჩნდა. Imagine there's no heaven. It's easy if you try. No heaven. Above us, only sky. Imagine all the people believing for today. Oh, you may say that I'm a dreamer, but I'm not the only one. I hope someday that you'll join us, and the world will be as one. ოჩახ, გიორგი, ოჩახ. ერთი რამ მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი პატარა ხარ და ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს სასწავლი, შენ ხარ ჩვენი კონკურსის დაუმუშავებელი ალმასი, რომელიც წყინავს. აი რო შემოხვედი ხო, მეთქი რანაირი დაუმუშავებელი. ზაზა მაგრა ჩაერთე ისე. არა, კი, კი. იცის ზაზამ თავის ის. ბოლო ვინ არის, ვინ დარჩა? არ ვიცი. ვინ დარჩა ბოლოს? მეორე გიორგი წეგან ხო თქვი რომ რაღაც. მოდი აბა, მოდი. შენ ნეტა რა შეგხვდება? რომელი შეგხვდება? ეს ერთი ცალია დარჩენილი? და ეს შეგხვდება ვითომ? სამოვირჩი. რა ვიცი, ნახოთ აბა. არაფერი არ აი სიმღერა თქვი შენ მაშინ. უნდა ვიმღერო Pink Floyd-ის Volley. აი, აბა მოდი ახლა შენ მოცემულობა წაიკითხე შენ. გიორგი, შენი დავალება იმღერო სიმღერა, რომლის ტექსტი იქნება შენივე დაწერილი პოსტი სოციალურ ქსელში, Facebook-ს. მოკლედ მე სტატუსი უკვე გავამზადე, რატო არ ვიცი, სად რატო დავიწყე ბორიალი შენს Facebook გვერდზე, არ ვიცი. ესე უცებ რაღაცნაირად შევედი და ხედავ და აბა წავიკითხავ. შენ მანამდე გადადი, აიღე მიკროფონი ხელში. ჩემი ბევრი ახლობელი, მეგობრები, მომღერლები და ასე შემდეგ, ვინც მეგობრებში მყავს, ძალიან ბევრს ერთხელაც არ გაუზიარებია ჩემი თუნდაც ნამღერი ან რამე რატომ ისი პრალია. ხედავ ვინ როგორ მიდგახართ გვერდში და დიდი მადლობა ყველას, მე ჩემსას ვაკეთებ, რაც შემიძლია, გულით. აქ რა წერია? სამში. გადაწყდება ვინ წავა ევროვიზიაზე. 0903 093330306-იო. აბა იმღერი ახლა. საინტერესოა, დამერხა. Go, baby,
გაზიანება ეს მოდი ვნახოთ რა სიტყვის ახლა ამ შემთხვევაში ზაზა შენგელია. მე ვეჭვობ რომ შენ კარგად იცნობ ამ სიმღერის ტექსტს. იმიტომ რომ თავისთავად ამ სიმღერის ტექსტში და მუსიკაში იმხელა დრამა არის ჩადებული და იმდენად დრამატულია, რომ აი ცოტა მომეჩვენა, რომ რაღაც მომენტებში ზედმეტი მანერულობა ქონდა, რამაც შენი შესრულება წაიყვანა სულ სხვაგან. არ იყო საჭირო. აი დაახლოებით შედარება რომ მოგიტანო, აი ეს იგივეა წყალში რომ იცურავდე და თან ჰამბურგერს რო ჭამდე. მაშინ რო უნდა გაყო უბრალოდ დინება ზედმეტი რაღაცები არ უნდა აკეთო. აი დაახლოებით ეგეთი რაღაც მოგივიდა. მე კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვო და მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენოთ თქვენი საკონკურსო ნომერი, ხო? მე მგონი ჩემ თქმა უნდა გჭირდებოდეთ, ხო? ხო. ოღონდ აქ ცოტა კაცელთელი ესე პირდაპირ არა. მე მაქვს ესეთი არაჩვეულებრივი რეკვიზიტი მომზადებული თითოეული თქვენგანისთვის. ეს გადაეცით იქით. სხვათა შორის არ დაგჩაგრეთ და ჩემთვის აი ეს. მე მაინც წამყვანი რა ხო ხდები. ეს უნდა მოითავსოთ პირში. და ისე უნდა გამოაცხადოთ თქვენი საკონკურსო ნომერი. მიხვდით ხო? კი. ყველა. ყველა? რაცა. ლიზას ერთი ცალი. აბა გისმენ. ხო, გამოაწყადე. შენ კიდე ნული ესტომატოლოგო ეს როგორ მოიფიქრე ბაჭო სპეციალურად ხოდო აბა ვიდი აგა ჩაიდე გააღეკა სოპირი აწყადებს ეს აქ ნომერს მომიგოვა კიდე გააღე დაბანია გააღე ბავშვი იგი გააღე აგი ახლა მე გამოვაც მეც ხო უნდა აბა ესე მე ხო იცი